ხოი საოცრება, რომ ამ ამბავს ვერ ჩავუვლიდი. მეგობრებო, ეს არის ვაკო ავალიანი. წლების განმავლობაში ტელეკომპანია რუსთავიორის გენერალური დირექტორი იყო და ისეთი გენერალური დირექტორი იყო, რომ მას დაუფასეს, ისეთი პროპაგანდისტი იყო და ისე გირეცხათ ტვინები და ისე დაგარწმუნათ, რომ სუპი, რომელიც ახლა ჩემს ყურებაში გიცივდება, ძალიან გემრიელია და საკმარისია ბედნიერებისთვის, ამაში ისე დაგარწმუნათ, რომ დღეს კი ელჩად გაუშვეს, მაგრამ მანამდე უხდიდნენ 40,000 ლარზე მეც თვეში ხელფას. ხალხო, 40,000 ლარზე მეც. ვაკო არაფერი პირადული შეს მიმართ გულწრფელად. განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც დღესაც რუსთავიორში არიან და მათი ბუნებრივი და ყველაზე, რა ვიცი, ყველაზე კომფორტული ზონა არის ხელისუფლების უკანალში ყოფნა, ნებისმიერი ხელისუფლების უკანალში ყოფნა, წითლების, ცისფრების, მწვანეების, ყვითლების მნიშვნელობა არის. თავარია რომ ხელისუფლების უკანალში იყვნენ. მათგან განსხვავებით, შენთან არაფერი პირადული, მაგრამ ვაკო თქვენ არ იყავით ის ხალხი, რომ გიკვირდათ ჩვენი ხელფასები და 7,000-იან და 10,000-იან ხელფასებს რომ გვიქარდავდით და რომ ჭორაობდით, რომ ღმერთო რა რეალობა დაგვხვდათ ფინანსური მაგ ტელევიზიაში? ანუ 40,000 ლარზე მეტი რომ ხელფასი ქონდა. ოდნავ მაინც გაგიტყდა იმისა, რასაც ლაპარაკობდით, რასაც ანიუსებდით, რა პროპაგანდასაც ეწეოდით? და თან თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც აქეთ მყოფ ადამიანებს ყველაფერი რომ დაყადაღებული აქვთ, გასაყიდი რომ არაფერი არ აქვთ, ნულზე რომ არიან და ერთმანეთს რომ საჭმლის ფულს უზიარებენ. შენი мотиваცია იყო 40,000 ლარზე მეტი ხელფასი და არა მხოლოდ ეს. ანუ იმ წლების განმავლობაში, როდესაც ვაკო, ბოლო წლების განმავლობაში მოკლედ, ვაკო მის მეუღლესთან ერთად შეიძინა 2 მიწა, 3 ბინა თბილისში და ხო ის საოცრებავ. იტალიაში შეგიძენია ბინა, ოფიციალური დეკლარაცია ამბობს შენი და მე მაინტერესებს. თქვენ, იქეთ ამ ხარის პროპაგანდისტები რომ დაჟინებით მოითხოვდით შემდგარ, რომ წარმომავლობა მეჩვენებინა იმ ფინანსების, იმ ფულის, რომელთაც კვიპროსზე შევიძინე სახლი. მე ხომ დავდე დეტალური ანამნეზი, დეტალური აღრიცხვა, დეტალური ჩაშლა იმ თანხისა, ანუ იმ საკრედიტო ისტორიის, მოკლედ, თავის საპროცენტო განაკვეთით. მაინტერესებს შენ იგივე სიზა? შენ იგივეს გააკეთებ და იმ ფულის წარმომავლობას ასე დეტალურად ჩაშლი, რომელთაც იტალიაში ბინა იყიდე? და იტალიის ბიუჯეტი და ზოგადად ფინანსური ხარჯები და კვიპროსის არ შემინდა რომ ძალიან გთხოვ. შენი კოლეგა იმედიდან რაგვარი არ მახსოვს ციკლაური? იმედზე რომ მუშაობდა თუ მაჟორიტარი თუ ხო რა, მე მგონი მაჟორიტარი რომ არის. ანუ ბელგიაში რითი იყიდა ბინა? და რა იყო მისი შემოსავალი საჯაროდ იტყვით, ანუ თქვენ ის ადამიანები, რომლებიც მართლა წარმოუდგენელ სიგიჟებს კადრობთ. ალბათ ბაკურ-ბაკურაძის ხელფასი 10-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე შენი, იმიტომ რომ ის გაცილებით უფრო აკოთებულ განავალს იზელს, ვიდრე შენ იზელდი. და ალბათ ის გაცილებით უფრო მეც იღებს. ქოცებო. მანამდე ვიდრე თქვენ გაინტერესებთ, მე რამდენს ვიხდი ჩემს ფეხსაცმელში, იცოდეთ. რომ ის ადამიანები, რომლებიც არიან მაქეთ, სადაც თქვენ, მაშინ როდესაც თქვენ გაქვთ კრედიტი გადასახდელი, ან ფული არ ყოფნით შვილის მკურნალობაზე. ან სუპი უნდა ჭამოთ გემრიელად, უნდა იცოდეთ, რომ მათი შემოსავალი თვეში არის 30, 40, 50,000 ლარი. აქვთ ბინები როგორც თბილისში, ისე ევროპაში. ეს არის თქვენი რეალობა, რომელშიც ცხოვრობთ და ახლა გინდა სუპი ჭამეთ და გინდა ის, რასაც ბაკურ-ბაკურაძე იზელს.